სამშვიდობის ეთერშია ბურთა მოედანი. დღეს გვაქვს სპეციალური გამოშვება. ცოტა განსხვავებულ ფორმატში წარდგებით თქვენს წინაშე. ჯერსეთი აქ ორნი ვართ, ლევანი არ ჩამოსულა და შემდეგი გადაცემი და შემოგვიერთება. შესაბამისად დაშესილაგო და ბიზინა ბარათაშვილი ვიქნებით მასპინძლები ამ სტუდიის და ყავს ძალიან საინტერესო სტუმარი. საქართველოს საწყო სპორტის სახეობათა პრეზიდენტი ბატონი დიმიტრი აბდუშელიშვილი, რომელსაც მე ჯერ კიდევ მისი ბავშვობიდან ვიცნობ, როცა ამხედა არ იყო და მე უფრო დიდი ვჩანდი, მაგრამ შევცვალეთ როლები. დღეს ასევე შევცვალეთ ბურთი, სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ ჩვენ აქ ფეხბურთის ბურთი გვაქვს ხოლმე და აი ახლა დღეს მივიღეთ საჩუქრად წყალბურთის ბურთი, ისაც დიდ მადლობას მოგახსენებ და გადაცემაც შესაბამისად აი ესე უკვე შეიფუთა. პირველ რიგში დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივა. თქვენ თებერვლიდან ჩაუდექით სათავეში ამ ფედერაციას და უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება მოასწარით და მოდით ყველაფერზე ესე დაწვრილებით, მშვიდად ვისაუბროთ. ოღონდ იქამდე მე დავაანონსებ, რომ 22-დან მოყოლებული, 22 ივლისიდან მოყოლებული ჩვენ გვექნება წყალბურთის სოფლიო თასის მატჩების რეპორტაჟები. ჩვენ ნახავთ სამ შეხვედრას საქართველოს ნაკრების მონაწილეობით, ასევე ნახევარფინალებს და ფინალს მსოფლიო თასის, რომელშიც ჩაებება ჩვენი ეროვნული ნაკრები. ვიცით, რომ პირველი შეხვედრა იტალიასთან გვაქვს, შემდეგ უკვე როგორ წარიმართება ჩვენი გზა, როგორი იქნება, ამას პირველი მატჩის შედეგი გვაჩვენებს. როგორ გირჩევნია წყალბურთით დავიწყოთ თუ მთლიანად ფედერაციით? აი რა, საიდან მოხვდით საერთოდ ფედერაციაში? რატო გააწყვეტეთ თავის ატკიება და ამ ხელა საქმის სულზე აკიდება? მოგესალმებით, მადლობთ მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენ მაყურებლებს. მე ყოფილი წყალბურთელი ვარ. თამაშობდი ბავშვობაში განათლების სამინისტროს გუნდში, ტურნირში, საერთმეზე მაშინ იყო ჩვენი აუზი. ჩვენ მაშინ დიდი მიღწევებს მივაღწიეთ, მოვიგეთ რამოდენიმეჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, საბჭოთა კავშირის სპარტაკიადები, მაშინ ჩემი მწვრთნელი იყო გურამ ნამგალაური, მასთან ერთად გავიზარდეთ, ისიც ძალიან ახალგაზრდა მწვრთნელი იყო მაშინ. და როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ჩვენი ნაკრების დაიშალა, საოცარი თაობა იყო ჩემი 60-ანების, 60-15-ანების და ჩვენს დავიშალეთ რა, ზოგი საწავიდა, ზოგი საწავიდა. ეხლამდელმა ეროვნული ნაკრების თავმჯდომარემა რევაზ ჩომახიძემ გააგრძელა რუსეთში თავის მოღვაწეობა. მან რუსეთი გახადა მსოფლიო ჩემპიონი არაერთხელ, ევროპის ჩემპიონი, ის ლეგენდარული წყალბურთელია, ის დიდი ლეგენდები ვინც იყვნენ მაშინ. მშვენიერაძე, დევი გვახარია, ყველა ზოგი იტალიაში წავიდა, ზოგი საფრანგეთში წავიდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და ვინც სად მიაღწია თავის წარმატებებს. პრინციპში ქართული წყალბურთი ძალიან ცნობილია მსოფლიოში. ამ თავისი ინდივიდუალური მოთამაშეებით, სერიოზული წყალბურთელებით, კარგი მწვრთნელებით და აქედან დაიწყო ჩემი წყალბურთი. ხო, ახლა დღეს მაგალითად რა გაგაწყვეტეთ, დღეს აგერ მე და დაშა როცა მემზადებოდით, გელოდებოდით თქვენ სტუდიაში ჩავხედეთ და ისე რამხელა ტრადიცია ქონია, რომ 1927 წელს გაიმართა პირველი მატჩი. ბათუმში გამართულა 27 წელს. საუკუნის პირასთან, ხო, წელიწადში ასწლიანი და ძალიან მნიშვნელოვანია და კარგად ვიზეიმებთ წყალბურთის 100 წელს. მოვყვები ამაზეც 1-2 სიტყვით. შემდგომ ვისწავლე, დავიწყე მუშაობა. მე საქართველოში არ ცხოვრობდი უცხოეთში, კონკრეტულად ცენტრალურ აზიის ქვეყნებში, მაგრამ ყოველთვის ვიყავი კავშირზე წყალბურთთან. ვერ იტყვის ვერავინ, რომ მე წყალბურთელებს და წყალბურთის რამოდენიმე სხვადასხვა კლუბს არ ვეხმარებოდი. გინდაც იმ გაჭირების პერიოდში, შემდგომ განვითარების ეტაპებზე და ჩართული ვიყავ. შემდეგ მე ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ უკვე დაგვეწყო როგორც კლუბურ იმაში ჩართულიყავით, შევიძინეთ კლუბი. ჩამოყალიბეთ კლუბი აპოლო. კი. და შევეცადეთ, გამოგვეცადა ჩვენი თავი
ევროტურნირებზე. გავხდით იმ წელს საქართველოს ჩემპიონი, რადგან ჩემპიონები გავხდით გვეკუთვნოდა უკვე ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა, ევროკაპზე და კონფერენს კაპზე. ნუ ეხლა ჩვენი არა ვართ ამბიციური ხალხი, ამიტომ პირდაპირ დავიწყეთ კონფერენს კაპზე ტურნირი. მოვიყვანეთ ერთ-ერთი ცნობილი წყალბურთელი დიმიტრი სტრატანი. ისეთი თავდაბალი, მშვიდი ადამიანია, კარგად ესმის წყალბურთი. პრინციპში აპოლომ იმ დონის ლეგიონერებით, ვინც ჩვენ მაშინ ყავდა და ის ქართველი წყალბურთელები, ვინც აი თანამედროვე სისტემებზე არ იყვნენ მორგებულები, ახლებურ მიდგომებზე, ახალ ვარჯიშებზე, აპოლოს არც ერთი თამაში არ წაუგია. ჩვენ ყველა ძირითადად დრო ფრედ დავამთავრეთ ძლიერ კლუბებთან, ნუ პენლებში გაგვიჭირდა. უყურებთ მრგვალია, შტანგას მოხდა. კი და იცით, იმიტომ რომ აი ხა ჩვენს ახლა თბილისელებმა დიდი სამეგობრო წეკვავს, მთელი ეს გულშემატკივრების არმია დაყვებოდა აპოლოს. ძალიან გაკურებულები იყვნენ ევროპელები, რომ ესეთი გულშემატკივრობა არ უნახიათ. რაც მათ მინდა აი აქედან დიდი მადლობა გადაუხადო აპოლოს გულშემატკივრებს. ნელა იხვეწებოდა ყველაფერი. კარგად ვერ ყვეოდით ევროპიან აკვატიკის კანონმდებლობაში, წესებში, კლუბურ სისტემაში განვითარდა. მივხვდით, რომ ნუ კადრების დეფიციტია კლუბის მენეჯმენტის და მართვის, სპორტული კლუბების. ნუ ვცდილობთ მაგ მართულებითაც დავაფინანსოთ ახალგაზრდები, ვასწავლოთ ევროპაში, რომ დაბრუნდნენ და შემდეგ კლუბებს ჩაუდგენ სათავეში. წელსაც გავხდით ჩემპიონები, ჯერ აპოლოზე მოვყვებით, გავხდით ჩემპიონები. ხარისხი თამაშების უკეთესი იყო, მაგრამ ნუ ბევრი გვაქვს გამოსასწორებელი უკვე როგორც ფედერაციას საქართველოს ჩემპიონატის ჩატარების კულტურაზე, ეთიკაზე, დისციპლინაზე, სამსაჯო დიდი პრობლემებით, ამას მე მოგიყვებით რას ვაკეთებთ. დაემთხვა ფედერაციის არჩევნები. ერთხელ გადაიდო, მეორეჯერ გადაიდო, მესამეჯერ გადაიდო. ხო, ეს თებერვალში ხდება, 15 თებერვალს. ბოლო არჩევნებში მივიღე მონაწილეობა, გავიმარჯვე და პირდაპირ თქვი, რომ რეფორმებია ჩასატარებელი, იმიტომ რომ მე როგორც აპოლოს მფლობელი უკვე ვიცოდი ფედერაციაში რა პრობლემები იყო. ოღონდ აქ ლაპარაკობთ არა მარტო წყალბურთის, არამედ 4 სახეობა, ხო? ცურვა, სინქრონული ცურვა, წყალში ხტომა და წყალბურთი. ნუ პლუს ყავს ვეტერანები, მოცურავეები, რომელიც ჩვენ ფედერაციაში არიან და ვეტერანები კი ცალკეა? კი, ვეტერანების, მოცურავეების ვეტერანები კიდე ცალკე აქვთ და შემოვერთდნენ ჩვენ ფედერაციას. მოგიყვებით მაგას, დღეს იყო ყრილობა ფედერაციის. დავამტკიცეთ ახალი წესდება, შევცვალეთ ძირითადი მიმართულებები, თავიდან ბოლომდე დავიწყეთ რესტრუქტურიზაცია და რეფორმა. ნუ მინდა ვთქვა, რომ ძალიან გვერდში გვიდგას სპორტის სამინისტრო, აბსოლუტურად, ნუ 24 საათიან დიალოგში ვართ. აი გულით უნდა ვთქვა, მე ბიზნესმენი ვარ, რომ ესეთი დიალოგში არც სამინისტროთან არ ვართ. აი სპორტის სამინისტრო ვართ 24 საათიან დიალოგში, ერთი მეორეს უსმენთ. ძალიან გვეხმარებიან, სამგზნობლად იზრდება დაფინანსება ჩვენი ფედერაციის, გუნდური სპორტების დაფინანსების ახალი სისტემა შემოგთავაზეს. ეს მიმისი რა ფონდი ხო? დიახ. ფონდთან ყავდა ჩვენ მინისტრი და მისი მოადგილე იყვნენ და გითხარს რომ იცრება თუ იყო ადრე მარტო ფეხბურთის განვითარების ფონდი, ახლა იქნება ყველა სათამაშო სპორტის სახე. ნუ მეტი გამჭვირვალეობა, მეტი დაფინანსება, მეტი სპორტული კულტურა, ფული დაიხარჯება როგორც განვითარებაში, აუდიტში, ლიცენზირებაში, სერტიფიცირებაში, პლუს ამას დაემატება საჯების ლიცენზირება, საჯების განათლება, საჯების სერტიფიცირება. ეს კი მასაინტერესებს განსაკუთრებით საჯი. ჩვენ, იმიტომ ეს სერიოზული პრობლემა იყო, ჩვენ თუ გინდა შიდა ჩემპიონატი რომ იყოს კარგი, დახვეწლი, მაშინ საჯების გარეშე ვერ მივახთ. ამიტომ კერძო დაფინანსებებით დავიწყეთ საჯების გადამზადება. დღეს მივიღეთ ყრილობაზე გადაწყვეტილება და ავიყვანეთ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსაჯი პერეშიცი გვარად, ვინც მოეხმარება ჩვენ ფედერაციას კონსულტაციაში, ვიდეო თვალის დანერგვაში, ვიდეო რეფერებში, ამ ტექნიკას ჩვენ ვტყიდულობთ, ყველა თამაში იქნება აი მაღალ დონეზე ჩატარებული. ესე იგი დელეგატების სისტემა შემოგვაქვს,
ეხლა მოგიყვებით რომ ჩემპიონთა ლიგა ეხლა დამთავრდა ფინალს მსაჯობდა ქართველი სანდრო ბითაძე ჩემპიონთა ლიგის ფინალის თავარი დელეგატი იყო სანდრო ბითაძე იქ ესპანეთის და იტალიის კლუბი ორი ტიტულოვანი კლუბი ერთმანეთს შეხვდნენ ფინალში და შვაში საქართველოს დროშა იყო ეს ძალიან ამაღელვებელი იყო ძალიან საამაყვარი ძალიან კარგი მსაჯი გყავს მაღალი კატეგორიის მსაჯი უკვე ლევან ბერიშვილი რომელმაც ევროპის ჩემპიონატებზე ნახევარფინალები და ფინალები იმსჯელა ანუ იქ დაეჯახენ ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონი და ლევან ბერიშვილი მსაჯობდა ლევან ბერიშვილმა თავის კარიერა თელ ცხოვრება მოანდომა ამ ფედერაციაში მუშაობის მე მას შევთავაზე რომ მისი რესურსი გამოვიყენო მას დღეს მაგი დავნიშნე დღეს გენერალ მდივნად ჩავაბარეთ სამსაჯო განათლება და საოპერაციო საკითხები ჩემპიონატის ხარისხიანად ჩატარება და იმედი მაქვს რომ სწორედ გაუძღვება ამ მიმართულებას დღეს კიდე ორი ახალი ვიცე-პრეზიდენტი ავირჩიეთ ლეგენდარული გიორგი მშვენიერაძე და ძალიან ცნობილი მოცურავი და ვეტერანი შოთა დავითაია შოთა დავითაიას ჩაუბარე პირდაპირ ცურვა ჩვენ ახლა შავი ზღვის ქვეყანა ვართ სტატისტიკით ყველაზე ნაკლებმა ადამიანმა იცის ცურვა ნუ ეს სირცულია აი არ ვიცი იცით რაღაც ალბათ თავის დროზე არ იყო ესეთი სპორტული აქტივობები ესეთი აქტიური სპორტის სამინისტრო არ იყო ესეთი დაფინანსებებიც არ იყო. აი ფინანსები უნდა მეთქვა ცოტა ძვირია ალბათ, ხო? იმიტომ რომ ეხლა გასაგებია ხარჯიანია ცურვა და აუზის მოვლა ყველაფერი, მაგრამ ეს სტატისტიკა ალბათ ამას მოტყველებს, რომ ხელმისაწვდომი რამდენად არის, აი ახალ ბავშვები. ყველა მიმართულებაში თუ ესეთი ლიდერი მოვა, რომ ამას იცი რა, ამას უნდა გადაწყვეტილება. ეხლა დღევანდელმა მთავრობამ მაგალითად ისეთ გადაწყვეტილება მიიღო, რომ აი ნუ ორი ხელი მაქვს აწეული. ესე აშენებენ სერიოზულ სპორტულ კომპლექსებს, სადაც ყველა რეგიონში შენდება აუზი. ეს ხო არაზუსტ არ მოხდარა ქვეყანაში. აუზი სადაც იყო წყალს, სადაც სერიოზულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ და მოსახლეობაზე ეუბნებიან, კაცო, იყავი ჯანმრთელი, იყავი მშვიდი, აგერ მშვიდობა გვაქვს რეგიონში რა ხდება, ჩვენთან მშვიდობა არის, წადი ივარჯიშე, რა გინდა აკეთე? რა გინდა? პირდაპირ აი ეკითხე, რა გინდა? შენ ოღონდ გააკეთე, ყველას მხარში უდგახე. მე ვიძახი კონკრეტულად, რადგან ახლა ამ ფედერაციას წარმოადგენს სპორტის სამინისტრო. ესე იგი, ძალიან კარგი და კეთილგანწყობილი ურთიერთობა აქვს. აი ყველაფერი რომ მივდივარ და რომ საუბრობთ, რომ აი მაგალითად ახლა ჩვენი ეროვნული ნაკრები პირველად ისტორიაში მოხვდა მსოფლიო თასის სუპერფინალში თავისი ბრძოლით, ანუ კი აქვს დათამაშები, მაგრამ მაშინ რუსეთი დასაქცია და ადგილი გამოთავისუფლდა და ფინალური ეტაპი რადგან ჩვენთან ჩატარდებოდა, მიმღები კონკურსოდ შევედი. ანუ ბრძოლით პირველად მოხდა, ხო? ანუ თელი კვალიფიკაცია გავიარეთ ჩვეულებრივ. მაგასაც მოვყვები ახლა ეტაპობრივად, რომ როდესაც მივედი, ძველი ნაკრების თველი იყო საბერძნეთიდან კარგი სპეციალისტი, მაგრამ ნუ ჩავთვალე რომ ჩემ ქვეყანას უფრო ნეიტრალური და კარგი მწვრთნელი ჭირდებოდა. იმას ვთქვი, არ გამოვა ჩვენი თანამშრომლობა, აგერ შენ კომპენსაცია და შენი გზა გაქვს, ჩვენი გზა. დაუძახე რეზიკო ჩომახიძეს, რეზიკო ხა ლეგენდარული წყალბურთელია. ჩემთან ერთად წყალბურთს თამაშობდა, კარგად ვიცნობ, დობის ფაქტორი, დრობის ხარისხი მაღალია. მე ვთქვი, კარგი შანსი გაქვს, რომ შენი ცოდნები და გამოცდილება მოახმარო ჩვენ ქვეყანას. და ვინც ადრე ვერ ხვდებოდა ნაკრებში, ნუ არ მოყვები რა ადრე არ არის ჩემს ინტერესში არ შედის. მოკლედ ყველას მიეცა შანსი მოხვედრილი იყვნენ ნაკრებში. სხვადასხვა კლუბებიდან, ევროპიდან მოვიდნენ ეს ბავშვები, ახალი სისტემებით, ახალი ვარჯიშებით. ვცდილობთ რომ კარგი სამსულო შტაბი შევუქმნათ ახლა წყალბურთს რეზიკოს ჩომახიძეს, მოვიყვანეთ მეკარეების მწვრთნელი პანერაი, პანერაი მსოფლიოში ყველაზე დიდი მწვრთნელი არის. მეკარეების და თუ ვინმე ლეგენდა არის მაგის გაზრდილია. ეს ნაკრებში იმუშავებს მარტო თუ ნაკრებში პლუს ყველა კლუბის მეკარეს სურვილის და მიხედვით კემპები მოეწყობა, მოდით ივარჯიშეთ ახალი სისტემები. ანუ ერთ კლუბზე არ იქნება. არა, ესე არა. ძირითადად ყველა ვერტიკალი ავაწყეთ ყველა ასაკობრივ ნაკრებებში და ჩამოვიყვანეთ რამოდენიმე დიდი სპეციალისტი, მარკო ბალდინეტი, ნუ ლეგენდა წყალბურთის და ძალიან დიდი მიღწევების მწვრთნელი. მას ჩავაბარეთ 16 წლიანების ნაკრები
ეხა ბავშვებსაც სხვადასხვა ნაკრებებს ზოგი ევროპა, ზოგი მსოფლიო, ნახოთ რას იზამენ. საერთოდ განსხვავებული ვარჯიშები აქვთ. სამწუხაროდ არ გვაქვს აუზები, მაგრამ ეხა ბათუმი შემოემატა ქუთაისმა, ძალიან გადაარჩინა წყალბურთი ქუთაისის აუზმა, იმიტომ რომ დეცენტრალიზაცია მოხდა და იქუშვებთ რაღაც ესეთი ის არის. ნახოთ რას იზამენ ეს ბავშვები, მიდის სერიოზული სელექცია და დიდ ნაკრებში, მოკლედ რო დაუბრუნოთ დიდ ნაკრებს, მიემგზავრება ავსტრალიაში, სპორტის სამინისტროს თხოვეთ, რომ იცი რა, თუ გინდათ რომ რაღაც აი რეზულტატებთან უფრო ახლოს ვიყოთ, უფრო მეტი რეზულტატი დავდოთ, ამ ბიჭებს სჭირდება ნაკრებს ეს. ესე იგი, პირველად ისტორიაში ნაკრების ჰქონდათ სპარინგ გასვლა იტალიაში, სპარინგ გასვლა უნგრეთში, ეხლა მიფრინავენ კვირას ჩინეთში და მხოლოდ შემდეგ ჩადიან ავსტრალიაში. ეს არის სპარინგ თამაშები და ზბორები, აღფრთოვანებულები არიან ბიჭებიც, სამწუხაროდ ძირითადში გამოგვაკლდა 4 ძირითადი მოთამაშე. ეს არის მთავარი მეკარე. კი, სამედიცინო თვალსა არ მოყვები ახლა რის გამო, მაგრამ გამოაკლდა ნაკრებს მთავარი მეკარე. და მე საერთოდ როდესაც ახალგაზრდებს ვხვდები, ვეუბნები, რომ მე რადგან კლუბის მფლობელი ვარ, ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვარ, ჩემთვის მთავარი არის ეროვნული ნაკრები, ეროვნული ღირსება. ბიჭებო, დაფიქრდით კარგად. როდესაც შენ დროშას აწევ, შენ გერბს უყურებ, შენი ჰიმნი მღერის, ამაზე დიდი სიამოვნება და სიამაყე არ არსებობს. ეს არის პრიორიტეტი და მთავარი. ყველას ვეუბნები. ამის შემდეგ მოდის უკვე კლუბები, ეკონომიკა, ტრანსფერი და ყველაფერი. მოკლედ, ვინც ამ იდეოლოგიაში წამომყვება, მე მისი 24-იანი მეგობარი. ვინც არ წამომყვება, სხვა დინარის სხვადასხვა მხარეს. ამიტომ, გული დამწყდა, ერთ-ერთ მხარი გაუწყდა, წავიყვანეთ უცხოეთში გავუკეთეთ ოპერაცია, მაგრამ მისი აღდგენა სექტემბერში მოხდება. ერთ-ერთ მუხლი გაუწყდა, მაგრამ ახლა ამ ბიჭზე უნდა თქვა ეს ლეგიონერი არის, დუშან ვასიჩი. მას ქონდა გუშინ ოპერაცია ჩანიშნული და მან თქვა ვარი ოპერაციაზე, თქვა რომ მე მოვდივარ ნაკრებთან ერთად და ვითამაშებ და მის მერე გავიკეთებ ოპერაციას. აი, ცემლები წამომივიდა ამ ბავშვის გადაწყვეტილებაზე. აი ესეთი ვაჟკაცური და აი ესეთი ადამიანური მიდგომით და მინდა აქედან მას მადლობა გადაუხადო მისი ამ პოზიციისთვის და ქმედებისთვის. სამწუხაროდ ესე ღირსეულად ვერ მოიქცენ სხვა სპორტსმენები და გამოაკლდნენ ეროვნულ ნაკრებს. მაგრამ თვითონ გუნდში ძალიან კარგი განწყობა არის, სიმშვიდე არის. სამშობლოვანია ზოგადად. მებრძოლები არიან, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ღირსეულად გამოვლენ იქა, იბრძოლებენ. იტალიასთან გვაქვს პირველი თამაში გვაქვს მსოფლიო ოლიმპიურ ჩემპიონთან. ხო, მაგას ვამბობ. რამოდენიმე გზის ოლიმპიურ ჩემპიონთან, რამოდენიმე გზის ევროპის ჩემპიონთან, რამოდენიმე გზის მსოფლიო ჩემპიონი. აი სერიოზული ნაკრები არის. მაგრამ როცა საუბრობ ბიჭებთან, ბიჭები ღმათ არიან დარწმუნებულები, რომ ღირსეულად იბრძოლებენ და სულ არ აქვთ კომპლექსი, რომ ის ესეთი გიგანტია და ჩვენ ესეთი მიღწევები არ გვაქვს და ესეთი პატარა ქვეყნის შვილები ვართ. ყოფილა ისტორიაში ისეთი თამაშები, სადაც ერთი ბურთით წაგვიგია იტალიასთან რა. ჩვენ ძირითადი კონკურენტები იყვნენ მალტის ტურნირზე, ეს იყო თურქეთი, მონტენეგრო, გერმანია, საფრანგეთი. ჩვენ ყველას მოუგეთ. ავსტრალიასაც მოუგეთ, ბრაზილიასაც მოუგეთ, თურქეთსაც მოუგეთ, გერმანიასაც მოუგეთ, საფრანგეთი ვერ გავიდა უბრალოდ იქიდან და ვერ შევხვდით. ახლა გერმანიასთან თამაშის დროს ამბიც ვინც ახლა მოუყევი ესე ღირსეულად მოიქცა დუშან ვასიჩი. ცხვირი მოტეხეს. აი ესე ცხვირი აქეთ გაუვიდა, სისხლი, მთელი ამბები, ვატო დადვანი, ერთ-ერთი ჩვენ ლიდერი, საუკეთესო ბავში, ძერის ახალგაზრდა არის, სერბეთის ჩემპიონი გახდა. იმიტომ რომ გოლი გაიტანა და გამოხატა გოლის გატანის ემოცია, წითელი მიწას გაგვიგდეს. ადრე ესე ვერ იცავდნენ ბავშვებს. ახლა მე და ჩემი გუნდი, გამორიცხულია რომ ეს დავთმოთ ეგეთი რაღაცეები და ვიბძვით ბოლომდე. თურქეთთან თამაშის დროს მსაჯი ვინც იყო გერმანელი 6 თვით მისცეს დაქვეითება,
ну, იმიტომ რომ ნუ სირცხვილი იყო რაც გააკეთა. ეს ხო არ გშველით ხა, ერთი ეს მაგრამ ეს ბავშვებს აძლევს იმის განცდას, რომ ჩვენ ისეთი მათი უფროსი მეგობრები ვართ, რომ ისინი მარტო არ არიან. ისინი რო ხედავენ რომ ჩვენ მათთან ერთად ვიბძვით, ისინი გამართულები არიან, ხარში გამართულები არიან და იბძვიან ბოლომდე და ის განწყობა უკვე აღარ არის რა, საჯმა დაგჩაგრა და წავაკეთ. იბძვიან ბოლომდე. ისეაც მნიშვნელოვანია, ბოდის გაწყვეტინებთ, აი თვითონ უკვე წყალბურთის სამყარო რო გაიგებს, რომ ესე ადვილად არის ვერ დაჩაგრავ ქართველებს რა, სხვანაირი ხელმძღვანელი მოვიდა და იქ სხვანაირი რეაგირება იქნება ყველაფერზე, ამ ხრივაც მნიშვნელოვანია. არასდროს არ მომხდარა. საჯი 6 თვით დაექვეითებინა და მოკლედ და ბოლოს რომ მოხდა რაღაცა ესეთი პირადი საუბრების მოხდა ამ გადაწყვეტილების მერე, ჩემთან რა გინდათო კაცო? თქვენ რომ ვაფშე საერთოდ არ გელოდებოდნენ რომ მოუგებდით თუ გერმანიასო და იმასო და დელეგატის დავალებაო. ამ გითხარეთი რა გვარია დელეგატი ხო და მივადექით დელეგატსაც და ნუ მოკლედ მაგრამ ეს ბავშვებმა ისე კარგად აღიქვეს რომ მათ გვერდზე ფედერაცია მათ იცავს გვერდზე უდგათ და ესე ეხლა ნუ სამწუხარო რეალობაა რა ეხლა 4 ძირითადი ბავშვით მივდივართ ავსტრალიაში სუპერფინალზე. ეხლა მინდა 1-2 სიტყვით თქვა ახალი კაპიტანი ყავს ნიკა შუშიაშვილი, რომელიც ძალიან წარმატებული წყალბურთელია, ის უნგრეთში თამაშობდა და ეხლა გადავიდა სერბეთში, ახალ კლუბთან მოაწერა ხელი. ნუ ძალიან კულტურული, ძალიან პერსპექტიული, მას დიდი რესურსი აქვს წყალბურთის თამაშის, ის გახდა კაპიტანი ეროვნულ ნაკრებს. მინდა აქედან მას მიულოცოს კაპიტნობა და ღირსეულად გაიყვანოს თავისი გუნდი ავსტრალიაში და კიდე სხვა საერთაშორისო ტურნირები, რომელიც ამ ბავშვებს წინ აქვს. ეხლა ვატო დადვანი ნუ ბედი ხო გინდა რა ისეთ ტრავმა მიიღო ფეხის რომ ჩაეხსნა ყველა ამ მოსამზადებელ პროცესს მაგრამ ამ ბავშვმა ყველა იარა ნაკრებთან ერთად სახში კი არ დაждდა და ექიმებში იარა ნაკრებთან ერთად და ხვალ მიფრინავს მწყობში შევა და იბრძოლებს ბოლო აუცილებლად კარგი ბავშვებიც მოდიან ახლა მომავალი თაობაც თავარი არის რომ ჩვენ შევქმნათ ისეთი სამწუხარო შტაბი ვისაც ექნებათ დიდი საერთაშორისო გამოცდილების მქონე და ისეთი გავლენიანები იქნებიან რომ სამსაჯები და დელეგატები შეეშინებათ რამე არასწორი გადაწყვეტილებას. ამიტომ აი ჩატ ჯიბიტისაც რო კითხოთ ვინ არის ყველაზე წარმატებული და დიდი მწვრთნელი თანამედროვეობის ეს არის რუტკო რადიჩი. დღეს ის ჩვენ სამწუხარო შტაბშია ის ფედერაციის კონსულტანტიც არის და ჩომახიძეს მრჩეველიც არის წამოვიყვანეთ და ნუ მისი გავლენები საერთოდ კარლო ანჩელოტია წყალბურთში. კარლო ანჩელოტია წყალბურთში. კარლო მყავს ჩავთვალოთ ხა ფედერაციაში. ხო და ეხლა სულ ეხლა ხან მოველაპარაკეთ ერთ-ერთ გავლენიან პიროვნებას უნგრელს, იმიტომ რომ უნგრეთის სპორტული მომზადება კიდე ცალკე სპორტული ინტელექტია, ცალკე სპორტული კულტურა არის და მათი ყოფილი პრეზიდენტი ფედერაციის კემენ, ნუ ძალიან გავლენიანი, ალბათ უკვე ვამთავრებთ მასთან, ნუ კონტრაქტს, ის გახდება ჩვენი ფედერაციის მრჩეველი და საერთაშორისო არენაზე ორი ესეთი დიდი ლობისტი გვეყოლება, პლუს დღეს ვიცე-პრეზიდენტი გახდა გიორგი მშვენიერაძე, ლეგენდა, რომელსაც საერთაშორისო მიმართულებები მიყვარს და ნუ არ არსებობს ადამიანი თუ ვინმე მაგას არ იცნობს და ეს სამეული არის წყალბურთის ყველა ასე მაგათი ლობისტები. ეხლა იმდენი ვილაპარაკე ამ გუნდუს სპორტზე, ცოტას მოვყვები ცურვაზე. კი ბატონო. ცურვაში მოვიყვანეთ ფრანგები, ვინც ეხლა მარკეტზე თავისუფალი იყო დიდი მწვრთნელებიდან, მოვიყვანეთ ამბის ოლივერს გაზდილი ყავს 6 ოლიმპიური ფინალისტი დიდებში, აქედან 4 ოლიმპიური მედალოსანი, მოკლედ რო შევხვდი პარიზში, მეუბნები რომ წამოდი და საქართველოში მეთქი რა. იცი რაო ჯერო ის უნდა აუდიტი ჩავატარო, შევისწავლო რაღაცები. მოკლედ ვადა მივეცით, შეისწავლა. მე და ეთყობა ისე მოეწონა ჩვენი მენტალიტეტი. რაღაც აი ადამიანურად ვიძახი. აქ არ არის ეკონომიური საკითხი. კი. ხელფას უხდით, ეს კერძო დაფინანსებით ხდება არა ფედერაციის და მოკლედ რეზულტატები გვაქვს საოცარი. სწორედ აღმოაჩინა ტალანტები. ისეთი სამედიცინო კვლევები ჩაუტარა საფრანგეთში, რაც ამ ბავშვებმა საერთოდ არც იცოდნენ თუ ეგეთი კვლევები ტარდება რა.
ანუ ყველას რესურსი ვიცით უკვე, ვის რისი მიღწევის საშუალება აქვს, ანუ ჩაერთო მეცნიერებაც. მეც ხარ სწავლობ და ვიზდები ეს ჩემთვის ახალი განათლების ხო, ბუნებრივია. და მეც სწავლობ ამ უცხოელი იმისგან სპეციალისტებისგან და ნუ აგერ ბავშვებმა საოცარი რეზულტატები ეს რა გვარია ეს კაცი? ოლივერი გამიჭირდება ხა მაგას უცნაური გვარი აქვს მე მოგწა. და ეს ბავშვები ბელგიის ჩემპიონატზე ოქრო, ვერცხლი, საფრანგეთის ჩემპიონატზე ოქრო, ვერცხლი, ეხა ევროპის ჩემპიონატზე ფინალში მოხვდნენ. ფინალი იცურავეს, არასდროს არ მომხდარა რა. და იცი, რამოდენიმე ბავშვი არის, რომელმაც ცურვას თავი დაანება, მაგრამ ძალიან დიდი პერსპექტივები იყო, გუშინ იყო ერთ-ერთი მოსული, რომელიც სოფლიო ფედერაციის დაფინანსებით სწავლობს უნგრეთში, თქვა რომ მე მინდა ცურვაში დაბრუნებაო. მე ვთხარი, შვილო, აგერა ვარ მე, ყველაფერში შეგიწყობ, თანაბარი უფლებით ხარ ყველასთან, დაამტკიცე, გვერდში გიდგევარ და მოკლედ აი ესეთი რაღაცეებიც მოხდა. ნუ ადრე დადიოდნენ ახლა ყველა მთელი ეს მოცურავეები წახკაძორში. სასუმხეთის მთებში იქ აქვთ აუზი რაღაცა და ახლა მთაში თქვენიც ახლა მეცნიერულად მთაში მომზადება საჭიროა და ნუ ვიცი რომ ჩვენთანაც მაგარი ინფრასტრუქტურული პროექტები აშენდება მთაში კონკრეტულად ახლა არ მინდა წინ გაუსწრო მოვლენებს ყავდნენ როგორ გითხარით და ისაუბრეს ირაკლი მეზმარიშვილმა და შალო გოგოლაძემ ძალიან ბევრი ისაუბრეს ბაკურიანის საათი აი საოცარი პროექტზე რაც თქვენს რაღაც გვაჩვენე ოლიმპიური სისტემის ცენტრი 60 ნომრი არის სასტუმრო სამედიცინო ცენტრი ფიზიკური მომზადების ცენტრი აუზი ხტომელებისთვის სინქრონიზური ცურვისთვის და წყალბურთისთვის რასაკვირველია სხვა სპორტების გამოიყენება ნუ ეს იქნება საოცრება და აი დაიმახსოვრ მთელი მსოფლიო იბლის ჩვენთან იმიტომ რომ ჩვენ ჯობი ვართ კულტურით როგორც ხალხი ყვებით რაღაც უფრო სტუმარ მასპინძლობით ყველანაირად გაამართლებს ეს პროექტი და ნუ ეს საოცარი პროექტია რასაც მთავრობა აკეთებს და ნუ ეს რომ გაიგეს მოცურავეებმა ნუ ძალიან წავიდა პოპულარიზაცია იცით ადრე მშობლებს როგორ ეხლა თქვენც იცით რომ ეხლა როდესაც ნუ მშობელი იხდიდა ფულს აქედან წაიყვანე იქ არ აქვს ეხლა ყველა მშობელს რომ თვეში 1500 ლარი მარტო ტრანსპორტში უხადოს შვილს აუზზე სიარულის და ამიტომ ყველა უბანში რო ხდება ეს აუზების აშენება ანუ უფრო ადვილი არის ლოგისტიკურად მშობლისთვის ბავშვის წაყვანა წამოყვანა ეხლა ჩვენ მერიასაც გადაუგზავნეთ რეკომენდაციები ჩვენ უთხარით თორსა ჩვენ ფედერაცია მოგცემთ როგორი უნდა იყოს ეს ინფრასტრუქტურა გადაუგზავნებთ სოფლიო ფედერაციის რეკომენდაციები ევროპის ფედერაციის რეკომენდაციები ძალიან მაგმართლები ძალიან დიდი განვითარება გვაქვს ჩვენ რა ანუ იმიტომ რომ ჩვენთვის ახლა აუზის მნიშვნელობა თქვენ ჩართული ხართ ძალიან ინტენსიურად ამ საერთაშორისო ფედერაციასთან ურთიერთობაში რამდენადაც მე ვიცი და იგივე წყალბურთის თემაზე როცა საუბრობდით აღარ გაწყვეტეთ მე გამახსენდა რომ თქვენ ამბობდით ჩვენ წინა შეხვედრის დროს რომ ჩემპიონთა ლიგის მოგიყვეს მაგრამ იქამდე ერთი რამე რო არ კითხოთ ახლა აი ახსენეთ თქვენ ესენი რა ქვია სინქრონული ცურვა იქ ამერიკელი გოგოყავთ ხო ამერიკიდან ქართველი ამერიკაში ნაპოვნი ეგ ცურვაში ეგ ცურვაში არა ეხლა სინქრონულ ცურვას იცი რომ შევკრიბეთ უყურებ მეუნები იცი რა მირჩევნია თქვენი რესურსის ხარჯზე რაღაცა რეფორმა ჩავატარო ეს წადის სახში არ მინდა გითხრათ მოდი რა დავждეთ მითხარით სოფლიოში ვინ არის ყველაზე საუკეთესო და ყველაზე გავლენიანი თქვენ მიმართულებაში იყო ორ ადამიანზე იყო საუბარი ერთი იაპონელია ერთი ესპანელი ნუ რასაკვირველია რუსები ძალიან ძლიერები არიან სინქრონულ ცურვაში მაგრამ ეხლა ნუ რუსებს თავის პრობლემები აქვს და ეხლა ნუ ეს არის რა ქვია ნაკლებად საინტერესო და ამიტომ მოკლედ გადაწყვეტილია მივიღეთ რომ ავიყვანოთ ანა ტორესი ესპანეთის მთავარი მწვრთნელი ჩინეთის ნაკრების მთავარი მრჩეველი და ეხლა არის ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელი უფრო იაფი მიждდება ეს ბავშვები გადავიყვანე ესპანეთის სავარჯიშოდ ოლიმპიურ ბაზაზე ვარჯიშობენ იქ არიან და ნახეთ რა მოხდა სულ ორ თვე-ნახევრის მუშაობაში მარი ალავიძე რეიტინგში ინდივიდუალურში სოფლიოში გახდა რეიტინგში პირველი
სასწაული. ეგეთი მიღწევა, ეგეთი ფიძინა არ არსებობს. ეს არის შრომა, სპორტის მიმართ ერთგულება და ძლიერი მწვრთნელი გავლენიანი. ესე მთელი წლის განმავლობაში მსოფლიო თასში ყველა ეტაპზე იღებდა მედალს. და უკვე იქ მოხდა ერთ-ერთ ჩინეთში ეტაპზე გვიან ღამე არის მირეკავს ჩემი თანამშრომელი მოკლედ ერთ-ერთი აზიურმა ქვეყანამ მოკლედ დაგვსაჯა მსაჯები მოკლედ მთელი ამბავია ლობირებენ სხვა მოკლედ არ მინდა ხა ნიუანსები მოვყვე მე ვთქვი რომელი ქვეყანაა თქო ხა მე აზიაში რო ეგრევე მივარდნენ ბოდიშები მოუხადეს მთელი ამბავი ესენი გაგიჟდნენ ჩვენ მწვრთნელები რომ ესეთი რეაგირება მოხდა და მოკლედ გადაიხედა ყველაფერი და ბავშვმა ბრინჯაო მიიღო მოკლედ რასაკვირველია შრომის ხარჯია ეს ბავშვების და ქართველი მწვრთნელი და ამ ანატორიაში ჩართულობამ გამოცვალა მიდგომები გამოცვალა საერთოდ ყველაფერი და გამოცვალა ანალიზებიც კაცო და ყველაფერი გამოცვალა და ცდილობთ მაგათ სელექციას გვინდა რომ განვითარდეს პოპულარიზაცია იყოს ჩვენ გქონდა ისტორიის იმაში ხო ახლა კრისტიანა ფალასანიდი ჩემ მახსოვს მესი ეხა საბერძნეთიდან გამოდის კი მწვრთნელია კი ერთ-ერთ ფინალურ ეტაპზე შევხვდით იმაში საფრანგეთში ხო და თვითონ მოვიდა ქართულს რო ლაპარაკობდი და გამიხარდა ეგ ნაბიჯი რო გადადგა მოვიდა ველაპარაკეთ მაშინ ჩვენ არ ვთქვით რომ ანატორესი ყავს უკვე და მე ყველას გაუკვირდა მოკლედ ეხლა წყალშტომელებზე ვიტყვი რომ წყალშტომელებს ყავთ პატარა გუნდია მაგრამ საოცარი მიღწევები აქვთ ეხლა რომ დააკვირდეთ ჩვენ სოციალურებს ყველა საერთაშორისო ტურნირზე ოქროს გარეშე აბრუნდებიან ეს ბავშვები და სულ ფიქრობ რომ როგორ მოვახდინო ეკონომიური мотиваცია იმ უბრალო თავდადებული მწვრთნელების და უახლოეს მომავალში ამ მოდელს შევთავაზებ ეხლა მსაჯებში გადავიყვანე მსაჯები გამომუშავებას და სერტიფიცირებას და კვალიფიკაციას და მარტო ამ შემთხვევაში და ჩემპიონატის კალენდარს ვდით და ამიტომ მათი გამომუშავება კარგი ხელფასებით იქნება მარტო დამოკიდებულია მათ განათლებაზე თუ გინდა კარგად იცხოვრო განათლება და მოთხოვნებიც რა თქმა უნდა ეს მსაჯებს წყალბურზებულს ერთი ყავს სამწუხაროდ სინქრონულში მაგრამ ჩვენ არ ჩერდებით პრინციპში ვცდილობთ რომ მოვახდინოთ ნატურალიზაცია რამოდენიმე დიდი სპორტსმენის გადმოვიყვანოთ რამოდენიმე მწვრთნელი ბავშვთა სკოლებს შეუწყოთ ხელი ყველა ხო ის ადრე იძახოდა ინფრასტრუქტურა არა გვაქვს ბასეინი არ არის იმას თავის სიღრმე უნდა ეს არის ის არის ნელა ყველაფერი იქნება ზუსტად ვიცი რომ იქნება მიღწევებიც გვაქვს და ის რა ერთ-ერთი თუ შეიძლება დაუბრუნდები აპოლოს ჩემი წყალბურთის გუნდის გეგმებს მე რამოდენიმე დავაანონსე თუ გახსოვთ რომ თუ გინდა საერთაშორისო არენაზე კარგად იბრძოლო მაღალი კლასის თამაშების რაოდენობა გჭირდება და ამიტომ თქვი რომ ჩავატაროთ საქართველოში შავი ზღვის თასი და მოგიყვებით ახლა ამ თასის ირგვლივ უკვე დადასტურდა კალენდარი ეს იქნება 15 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით მე ამაყება რომ ამ შემთხვევაში ჩვენი პარტნიორი არის ესეთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი მსოფლიოში პრორეკო იტალიელები ხო იქ იყვნენ და მათთან ერთად ვაწყობთ ამ ტურნირს ჩამოდის ჩემპიონთა ლიგის Final Four-ს ვინც გავიდა მსოფლიო ყველა დიდი კლუბი ჩამოდის ჩვენი ბიჭები იქნებიან აპოლო და დინამოს გუნდები მიიღებენ მონაწილეობა ჩამოდის ამერიკის ჩემპიონი და იაპონიის ჩემპიონი ეს მოხდა შეთანხმების სულ ორი დღის წინ ანუ ეს არ არის გეოგრაფიულად შავი ზღვის ოპენ ქვია ოპენ მე ჩემი ქვეყანა რუქაზე გამოშდეს რომ ამ მართლობებს ჩვენ ძლიერებად და ამიტომ დავარქვით შავი ზღვის თასი ოღონდ ღია ჩემპიონია და ადრე დავპატიჟე შავი ზღვის ბასეინების ჩემი კოლეგები ბასეინების ფედერაციის პრეზიდენტები მაგრამ ძალიან სუსტები არიან ხო ვინე სომხეთი აზერბაიჯანი ჩვენ ბულგარეთი და რუმინეთი რუმინეთს კარგი გუნდი ყავთ პირველი კარგი გუნდი ყავთ და ცდილობთ რომ კიდე ორი უბრალოდ
კალენდრის გამო შეზღუდულები ვართ და ვერ ვატარებთ 4-ზე, იმიტომ რომ მე ყველა ჩემპიონთა ლიგა, ევროკაპია, შიდა ჩემპიონატები არის ეროვნული და მარტო აი ამ რიცხვებზე დაგვიდასტურა ყველა დიდმა გუნდმა. მაგრამ ჩვენ სიამაყეა ჯერ ერთი რომ ჩამოლენ საქართველოში, ბათუმში, ახალ აულში მოხდება. ჩემ მეგობრები ვეტერანი წყალბურთელები, კანდელაკი და ისინი ჩაერთენ, რომ მუსიკალურად იყოს ეს გაფორმებული მიშა, ყველა მთელი დიდი ჯარია ჩართული, რომ ეს მოხდეს შედგას. თავარი ლოკომოტივი არის პრორეკო და ანუ შევთავაზოთ ერთი ეტაპი მოხდება ჩვენთან და ერთი ეტაპი მოვახდინოთ მერე ავსტრალიაში. ახლა რასაკვირველია, უკვე რო ნახა ევროპის ფედერაციამ, ეს ბიჭები არ ხუმრობენ და ესეთი აქტივობებით მიდიან და ყველა მათ უჯერებს, შედგა საუბარი, რომ მოდიო რა, ისა რა ქვია, იმიტომ რომ ჩვენ ხო მივადგებით ახლა რომ ლენში დაგვარეგისტრიროს, რომ უკვე გავზარდოთ მერე ეს და მოდითო, რადგან თქვენი პრობლემა რა არისო? მე თქვენ თამაშების ნაკლებობა, ხო? ჩვენი შიდა ჩემპიონატი, ნუ სუსტი ახლა მოდი გულღია ვთქვათ, ეხლა ვიღებთ იმას, რა ქვია, თელ ქმედებებს, რომ ჩვენი შიდა ჩემპიონატი გავზარდოთ და დავნერგოთ სპორტული ინტელექტი, სპორტული კულტურა და მთელი პრობლემები გვაქვს შიდა ჩემპიონატის ჩატარებაში. ამიტომ ეს ახალი ფედერაციის წესდებების მარტო ამას ემსახურება, რომ ჩვენი შიდა ჩემპიონატი განვითარდეს. და გავზდით თუ კლუბების რაოდენობა ჩემპიონთა ლიგაშიო. ნუ მაგალითად თუ 16 თამაშობს 24-მდე ავალთო და ეს ხო გაგიზდითო თქვენო, ანუ თქვენს დაგამატებთ კიდევ. ანუ რა აზია საუბარი, რომ ახლა რახან ჩვენ აპოლო იცის, რომ ჩვენ აპოლო ვართ, მოდიო რა, აგერ აპოლო ხო პირველზე ხარო და ითამაშებო და მეტი თამაში გექნებაო რა. მე ვთქვი დიდი მადლობა, აი ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ევროპის ფედერაციის ხელმძღვანელთან. აი თუ კონკრეტულად ვისაუბრებთ. იმიტომ რომ იქაც ყველა ქვეყანა ჯილდო მიიღეთ ხო შარშან? ბატონო? ჯილდო მიიღეთ შარშან. კი, ევროპის ფედერაცია. კი. და ეხლაც დაპატიჟებული ვარ ყრილობაზე. პარიზში იქნება აგვისტოს დასაწყისში და რაღაც აი უნდათ კიდე რომ აქტივობების გამო რომ ესე ვიღებ მონაწილეობებს ბევრ რაღაცაში შემაქონდა. მე ვთხარი მაშინ იცი რა როგორ დავიცვა მე ჩემი ქვეყანა ჩემი თავი მე მჭირდება რომ იცი რა ესე ხარ მე ჩვენ ახლა თავრობა რესურსებს მე პირად რესურსებს რაღაც ახლა ვიღაცა დამსაჯოს და დამაქვეითოს და რაღაცა თამაში ისი არ მოხდეს ნეიტრალურად პირდაპირ გულღიათ თქვი რა ნუ მოკლედ უნდა გავაკეთო ჩემი თქო რა და ყველა ჩამოვატყო ნუ მოკლედ მე შევთავაზეთ ეს რაღაცაზე რომ მოვაწევთ ახლა ხელს გენერალურ სპონსორობაზე ჩემპიონთა ლიგის. მაშინ მე ვთქვი რომ იცი, მაშინ ქართველები უნდა განვითარებინათ კი ევროპის ფედერაციაში. და პირველი ნაბიჯი გადმოდგეს ერთ-ერთი ახალგაზრდა როგორ ორგანიზაციულ კუთხით წაიყვანეს ალექსანდრე ზამბახიძე, მონაწილეობდა მალტის Final Forces მოწყობაში და უკვე ჩართეს, დიდი მადლობა ამისთვის ევროპის ფედერაციას. ეხლა უკვე საჯების პროგრამა წავიდა ანუ გრანტები წამოვა განათლებაში და რაღაც ეგეთი რაღაცები მოხდება. ნუ მეც მაწყობს ახლა ჩემი ქვეყნის განვითარებისთვის რომ გავხდეთ ჩემპიონთა ლიგის გენერალური სპონსორები და რაღაც ჩვენი პოზიციები იყოს გამტკიცებული, უფრო მყარი. რა თქმა უნდა. იქა რა, იმიტომ რომ ახლა იქ სერბებს თავის ლობი ყავთ, ბერძნებს თავის ლობი ყავთ. ყველას ყავს რა ისა და ჩვენ ისე ვიყავით ამ დროს ჩვენ ყველაზე მზარდები ვართ განვითარებაში და რაღაცა უფრო არავიზე ნაკლები ტრადიცია რო გვაქვს წყალბურთში რა. არავიზე ნაკლები. აგერ 100 წელიოდე მეტი ხა. ნუ ესეთი ლეგენდები ახლა ჩვენ რო ყავს რა ვიცი მე. ინატროს ყველა ევროპის ქვეყანა ახლა სიმართლე რო ვთქვა ხო. ამიტომ რაღაცა ნუ ამ ხრითაც მიდის მაგათთან თანამშრომლობა განვითარების გზებზე ვდგევართ. არის ნიუანსები ვერ მოვყვები ახლა ჯერ რაღაც კონფიდენციალური საკითხები და მგონია რომ მე მინდა პირდაპირ ანტონიო სილვაზე თქვა ორი სიტყვით რომ აი დიდი მადლობა ის ძალიან ხარში უდგას ჩვენ ფედერაციას და ეხლა სექტემბერში ჩატარდება ყველაზე დიდი მსოფლიო საჯების კონფერენცია ჩვენთან საქართველოში და ამას სისტემატურ ხასიათს მის რომ წელიწადში 4 ჯერ ჩატარდეს რომ ჩვენ საჯებმა მიიღონ ჩვენმა ქართველებმა განვითარდნენ განათლება ხომ ის და რა ბევრი რამეა გამოსასწორებელი და გასაკეთებელი რა ვიცი და აპოლოზე ახლა ჩვენ აეტაპზე ვართ რომ პრინციპში წელს ჩვენ
მოახდინეთ ტრანსფერი. თქვენ ჩამოიყვანეთ მესი და რონალდო იმის ხო? როდესაც ვიწყებდი თუ კი ვინმე არის წყალბურთში თანამედროვეობაში არის დენიშ ვარგა. ნუ ესეთი ინტელიგენტური ადამიანი განათლებული საოცარი ბიჭია. ამას აქში ითამაშა ჩვენთან ერთად. ამან შექმნა საქართველოს მიმართ ნდობის ხარისხი გაიზარდა. რა თქმა უნდა. რეკლამა რა ეხლა. ესე მთელი მსოფლიო პრესა სპორტული წერდა რა დაკარგა დენიშ ვარგამ საწავიდა იქ რა ხო. და ამიტომ ჩვენ ახლა ანუ თუ ჩვენ ავიღეთ მსოფლიო 20 სეულის რეიტინგს ხო. ჩათვალეთ რომ 7 კაცი დღეს ჩვენთან წამოვიდა საქართველოში სათამაშოდ აპოლოში კერძოდ. ჩვენი ამბიცია არის წელს ევროპის ფინალი და მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი. და რასაკვირველია, ნუ აი ესე მოხდა სამწუხაროდ სამეცნიერო კუთხით მეკარე გამოგვაკლდა ნაკრებშიც და კლუბშიც. რაღაც დონეზე მოვასწარით ახლა ჩვენ ჩანაცვლება და მოყავს სხვა მეკარეები. გულდასაწყვეტია, რასაკვირველია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს უკვე ძალიან სერიოზული გუნდია ევროპაში, აპოლო. აგრეთვე ძალიან მინდა, მთელი გულით მინდა, რომ დინამოც განვითარდეს, იმიტომ რომ დინამოც შექმნა თავის ისტორია. ბიჭებს მე დღეს ყრილობაზე უთხარი, ბიჭებო, თუ რამეში დაგჭირდეთ, იცოდეთ, რომ მე გვერდში გიდგევართ და კარგი აკადემია აქვს, მინიმუმ რომ ბავშვები დადიანეს, ძალიან კარგია. საერთოდ ყველა თუ დამიჯერებენ, სხვა კლუბებსაც ეხება და ყველა კლუბებს ეხება. იზინა თქვენ იცით, ჩემი ოჯახი, ჩემი წარმომავლობა, ჩემი შეხედულებები, გვერდში დაუდგები, შეუძლიათ გამომიყენონ მათ გვერდზე ჩემთან მეგობრობა ბევრად მოიგებს ადამიანი კლუბი თუ რაც იქნება, ვიდრე რაღაცა იმას შემოვიწყე. ამიტომ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ეტაპის განვითარებაზე ჩვენ ყველა ერთ მხარეს ვდგევართ. მე დინამო თბილისი და რაღაცა ეგეთი რა. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ახალი განვითარების ეტაპის გზას შევუდგებით ყველა ერთად რა. და ეს იქნება გამჭვირვალე და ძალიან მაღალი ხარისხის ურთიერთობები, სადაც აუდიტი იქნება, სადაც გეგმა იქნება, ყველა კლუბმა უნდა წარმოადგინოს განვითარების გეგმა და ყველაფერში გვერდში დაუდგებით რა. ამიტომ ეხლა ერთი ორი სიტყვით ესე ერთი რამე მინდა კიდე დავაკონკრეტო ჩემთვის. წყალბურთი არის ის სახეობა, სადაც აი თქვენ რამდენჯერ მეახსენეთ ლეგიონერების თქვათ ნატურალიზაცია საკმაოდ მიღებულიც არის და საკმაოდ მეტნაკლებად იოლის საქმეც არის სხვადასხვა ქვეყნებისთვის, არა მარტო ჩვენთვის, ხო? ისე როგორც თქვათ დამკვიდრდა რომ კალათბურთში ყველა ევროპულ ქვეყანას უნდა ყავდეს რაღაცა ერთი ამერიკელი ჩვენ ჩათვლით და მე ისულებიან ისინი და ასე ეს უკვე არის მოცემულობაა, ხო? თქვენ აღნიშნეთ თქვათ ვარგას თემა. მე რამდენადაც მახსოვს აი ერთ-ერთ წინა შეხვედრაზე თქვენ გეგმაში გქონდათ ჩემპიონთა ლიგის წამყვანი მოთამაშეების ნატურალიზაცია და ნაკრებში მოწვევა. ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ბომბარდირი და ლიდერი გადმოვიდა აპოლოში. ის მიიღებს, იმედია რომ მიიღებს ქართულ პასპორტს და ითამაშებს ეროვნულ ნაკრებში. მას ბოლო თამაშში ერთ-ერთ ფინალში 8 გოლი გაიტანა ერთ თამაშში. ესეთ სერიოზული თან პატარა ბიჭია, სულ 25 წლის არის და ჩვენ დავამკვიდრეთ ესეთი კულტურა, აი უნდა მოუყვა ესეთი რაღაცა, რომ მე მაქვს პირდაპირ კომუნიკაცია ბავშვებთან, წყალბურთელებთან. კერძოდ კაპიტანთან. კაპიტნობა არ არის მარტო აი გუნდი გამოიყვანე, გაუმარჯოს საქართველოს ყვირილი. ეს არის მთელი საქციელი, ეს არის მთელი კულტურა, ეს არის მთელი პასუხებლობა. მე შუშიაშვილი რატომ გავეცი რეკომენდაცია? მე არჩევრეულ ვარ. ეს ეროვნული მწვრთნელის პრიორიტეტია, მაგრამ მე გავეცი რეკომენდაცია, ღიად ვიძახი. მაგ ბავშვთან ურთიერთობით, აი
სიამოვნებს მაგ ბავშვთან ურთიერთობა. იმდენად ღრმად უყვარს წყალბურთი, ესმის და ევროპაში კარგად ესმის, ვინ რაც წარმოადგენს. ის მაღალ კლუბებში თამაშობს. მაგ აგრეთვე არ არის მე მგონი ცუდი რომ მე მათთან გავდივარ კონსულტაციას. შეიძლება ისინი ბავშვები არიან, მაგრამ რაღაც საკითხებში გავდივარ მათთან კონსულტაციას. ვატო დადვანთან. აი ღიად საუბრობ რაღაც საკითხებზე. ისეზე შეიძლება ეს სხვა სპორტებში ეს მიღებული არ არის, ან არ შეიძლება რაღაც იერარქია და რაღაც ისი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ამეც ასვალზე დავდივარ და თბილისელი ვარ და ბავშვებთან მაგ ღია ურთიერთობა. კარგი, მე შუშიაშვილს ესმის, მას თავისი პასუხისმგებლობა კარგად ესმის. რას ნიშნავს კაპიტანობა? მე ვეუბნები შვილო, შენ უნდა იცოდე ყველა გუნდის წევს რა უჭირს. შენ უნდა გესმო, გუნდს უნდა ფლობდე და ის რა არის სელექცია. ქარიზმატული ლიდერი უნდა იყოს. ისე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ეს ბავშვი კარგი კაპიტანი გახდება. ანუ როდესაც მე ვხმარობ ესე ტერმინს სპორტული ინტელექტი და ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამ ბავშვებში დღეს არის ინტელექტი. ალბათ იმიტომ რომ გამოცდილება აქვთ ევროპულ კლუბებში თამაშის, კარგი ოჯახის შვილები არიან, რაღაც ისეთი მოწესრიგებული ბავშვები არიან რა. და ხო გესმით რომ სპორტული მოწესრიგებულობის გარეშე რეზულტატს ვერ მიაღწევ. ეხლა რამოდენიმეზე არ მინდა სახელი გვარი თქვა, უჭირთ სპორტული წესრიგი. შეუძლიათ, მაგრამ უჭირთ სპორტული წესრიგი. ანუ რეჟიმი ხო, აი რეჟიმში. ხო ვიცით არა, როდესაც სპორტსმენი ხარ, უნდა ვალდებულება გაქვს სხვა რაღაცეების მიმართ რა, გულაობა, გართობა არ მოსულა ეგეთ, ეს შეუთავსებელი რამე. ამიტომ მიმაჩნია რომ კარგი ხალხი ვართ ქართველები. რა გაგებით ვიძახი, რომ აი რომ დააკვირდეთ, რომ როგორი ხალხი ვართ, რომ არ გვაქვს ნაციონალისტური საკითხები. აი ყველასთვის ვართ მიმღები. აი აქ რო ვართ, ხო ისედაც ყველას ვიღებთ, იქ რო ჩავდივართ, იქაც ჩვენ ვიღებთ. რაღაცნაირად აი ღმერთისგან დაჯილდოებული ხალხი ვართ და ეს მე ნატურალიზაციაზე ვიძახი. აი როგორი კულტურული ხალხი ვართ, რომ საკითხი არ დგას ეროვნებას. ხო, რა თქმა უნდა. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამას ვიძახი. ალბათ ჩემ ამ გადაცემას ბევრი მოусმენს, დაფიქრდებიან ჩემ სიტყვებზე და მე მიხარია რომ ესეთი ნაკრების ბავშვები გვყავს. უფრო ისეთი რაღაცები ვილაპარაკეთ, რომ არ შემიძლია არ გამჩნევოდეს ესა აზრით. კარგი, ეს თქვათ შავი ზღვის თასი ჩატარდა, კარგი 4 დღე ჩამოვიდა საუკეთესო გუნდები. შემდეგ ეტაპი რა არის? ანუ რას გულისხმობ? ეხლა მისის მესმის რომ რესურსი შეიძლება თვითონაც აღნიშნეთ, რომ თქვათ იმდენი აუზი არ არის. აი დიდ ჩემპიონატს ვერ გავკაჩავთ. ეხლა მეც რაღაც ამბიციები გამიშვა, თქვათ ესენი ის არ მინდა გამომივიდე. აი თქვათ ევროპის ჩემპიონატი ან რაღაცა აქ რო არა ძალიან ახლოს ვართ რომ 2028 წლის ევროპის ჩემპიონატი ჩავატაროთ საქართველოში. ძალიან ეს სწორედ მართლაც მივიდივარ. კი, ძალიან მხარს მიჭერს ამაში. ბატონ შალვა გოგოლაძე და ვიცი რომ მათ კომუნიკაცია ჰქონდათ პრემიერ-მინისტრთან, ძალიან აქტიურ. საერთოდ რომ დააკვირდეთ, რამხელა რაღაცები ტარდება საქართველოში სპორტის მიმართულებით. აი სერიოზული რაღაცები. არ ვიცი ხა რომელ ქვეყანას შეუძლია ესე დაიქვეყნოს, რაც ჩვენთან ტარდება საქართველოში. ხო, აგერ ხა აპრილში ვერ ვასწრებით, ორი ჩემპიონატი იყო ერთდროულად. კი ბატონო. მე თვითონ ხა მეგობრულად ვეხმარებოდი მოფარიკავეებს სოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაში. ვიღაცებს ხო იცი დახმარება და ძალიან ახლოს ვართ რომ ჩვენ ჩავატაროთ და გეტყვით რომ ძალიან მოკლე გზა აქვს საქართველოს გუნდურ სპორტებში, კერძოდ წყალბურთზე გავიდეს ოლიმპიადაზე. ამიტომ ანუ ამბიციებს არ უჩივით თქვენ. არა, ამბიციებს არ უჩივით. საქართველოს ჩემპიონატს ნამდვილად არ ჭირდება რატკო რუდიჩი და ეგეთი კონსულტანტები, ხო, პირდაპირ ვთქვათ. გუნდები რატო ვაერთიანებ ყველას ერთად, რომ ჩვენ ერთმა გიდაზე უნდა ვიждდეთ. ჩვენ ყველა ერთი ქვეყნის შვილები ვართ. ნუ გავყოთ, გასაყოფი არაფერი არ არის. არაფერი არ არის. ვისი სახე იქნება ტელევიზორში უფრო პოპულარული, თუ
თუ მაგის გამო ჩვენ არ უნდა მოვიქცეთ ახლა ქართულები ეს, ხო? ამიტომ უნდა გავერთიანდეთ ერთი მიზნისკენ. ჩვენი ქვეყნის იმიჯის ამაღლება, ღირსება. ჯერ ესეთი ისტორიის ქვეყანა ვართ, ხო? სადაც ხორბალი, აი დამტკიცდა, რომ რაღაც საქართველოსდან მოდის, ღვინო, ხო? როგორი ხალხი ვართ, ჩვენი ლიტერატურა აიღეთ, სოფლიო დიდი ქვეყნების ლიტერატურა, სოფლიოში ცნობილი ხალხებში ყველა ვარიანტში რამოდენიმე ქართველია. კინორეჟისურა, მსახიობები, მომღერლები, ოპერის, სპორტსმენები, ლეგენდები. ჯერ რადგის რომ თქვენთან ერთად ვართ ნონა გაფრინდაშვილთან ერთად თანამოქალაქეები და ერთი ქვეყნის შვილები. რა თქმა უნდა. ხო? ვინ არის არა ნონა გაფრინდაშვილი? საერთოდ არ ვიცი. ესეთი ფენობენი. ამასთანავე ხა იქ ბაზე რა ქვია. სიამაყეა რა. რუსთავის თეატრში იუბილეზე რო ვიყავით უყურებდით და მართლა ხა ეს რა ნახა ჩემთვარება მე პირველად რო გაჩემპიონდა ხო ეს კადრები კი ყველა შაბეჭდილი ვაქვს თითქოს და რაღაცა ხო მაგრამ მივიწყებული იქ რო ეკრანზე რო ნახე რა ხდებოდა როცა ჩამოვიდა მატარებლით ერთადუჯეკით და იქ რაღაცა ფანტასტიკა რა შეუულია სპორტს ხო როგორ შეუულია ყველაფერს გაერთიანება და ამასშტაბის ადამი ხა წარმოდგენა რთულია რომ დააფიქრდე ხო ამასშტაბის ნონა გაფრინდაშვილი და მე მოყვა მაიაჩი ბურდანიძე და 10 ესა ეპოქალური მნიშვნელობის ესა ხო რა ვიცი ხა გუნდები ახსენეთ თქვენ და არის საკმარისი რაოდენობა გუნდების თქვა საქართველოს ჩემპიონატ როგორ თქვენ თქვით რომ აი გავზარდეთ და გაგაზარდეთ გეტყვით რაოდენობა თამაშების თუ 2 წრე იყო 20 წელზე გავზდით შიდა ჩემპიონატის თამაშების რაოდენობა თასებს და 1000 როგორც ფეხბურთია მაგალითად არის ჩემპიონატი არის თასი ცალკე დაუშვათ ეს ახლა პირველად მოხდა წელს სადაც დინამომ აპოლოს მოუგო თასი და ისეთი ბრძოლა იყო და ეს კარგია თუ ჩვენ შიდა ჩემპიონატი არ გავზარდეთ ის არ გახდა თუ არ იქნება მაღალ ხარისხიანი აზრი რა თქმა უნდა საფუძველი ეგ არის ხო არ შეიძლება რომ მარტო ერთი კლუბი იყოს ყოველთვის ადრე ესე იყო და წელს ეგრე აღარ არის ამიტომ სულ იქნება კონკურენცია აი მე ჩემს თქოს პირდაპირ ეთერში ვიძახი აუცილებლად ეყოლება უმაღლესი გუნდი აჭარას ჩვენ უკვე დავკავდით რომ აჭარაში შეიქმნას კლუბი და უკვე მიდის სელექცია დიდი მოთამაშეების რომ აჭარაში ჩამოვიყვონ და ღირსება იმიტომ რომ ისეთი აუზი აქვს ეხლა სასტუმროც იქვე დამთავრდა შენ თამაშს მიიღებ და აცხოვრებს თავისთან ძალიან დიდი კომფორტია რა თქმა უნდა ხო და ეხლა რაღაცა დღეს მიყვებოდა ისა რა ქვია ირაკლი ფანცხავა ჩვენი ნაკრების მეკარე იყო ჩემხელა 73-იანებში იქ აუზზე მუშაობს და მიყვებოდა რა როგორ ძალიან დიდ პატვს ჩვენ ირაკლი ფანცხავას ერთი რომ საოცარი ბიჭია, კარგი ბიჭია და ამიტომ გვინდა რომ ჩართული არის ირაკლი ამ ბლექსი შავი ზღვის თასის მომზადებაში და რო აჭარაში ესეთ წყალბურთული ფესტივალი გავაკეთოთ და ძალიან მიხარია რა და ახალი აუზი არის აუცილებლად ჭირდება გუნდი აუცილებლად ჩვენ ამას გავაკეთებთ პრინციპში გვაქვს კომუნიკაცია მერთან ბათუმის და აჭარის მთავრობასთან და რაღაცას მოდელზე შევთანხმდებით რომ აჭარას თავის გუნდი ყავდეს. ეხლა ესეთი პროგრამა გავაკეთეთ. ამ პროგრამის ავტორი იყო გიორგი მშვენიერაძე. ევროპაში არიან ძალიან ისეთი ტალანტი ბავშვები, ვისაც უჭირს უნივერსიტეტში, შობოს არ აქვს ფული უნივერსიტეტი გადაუხადოს რა. და აქაურს გულისხმობთ თუ იქაურს? იტალიაში დაუშვათ, ხო? კი, ვეუნები შვილო, ესეთი უნივერსიტეტები არის. ეგრე ქუთაისში საოცარი უნივერსიტეტი გაიხსნა, ბათუმის უნივერსიტეტი, თბილისში რამდენი უნივერსიტეტი. ჩამოდი, მე გაფინანსებ, ხელფას არიღებს, ის ჩამოდის, მე უხდის სწავლის ფულს და ცხოვრების ფულს და ითამაშე საქართველოს შიდა ჩემპიონატში. 16 ბავშვი შეიკრიბა უკვე 2 თვის განმავლობაში. აქ 4 იტალიელი, 2 უნგრელი. ოღონდ ესენი არის ვარსკვლავები. ქართველებიც ახლა შეუერთდებიან, გაკეთდება ერთი კლუბი. ძალიან გენური აზრია. ეს ძალიან დიდ კულტურას შემოიტანს. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ის სისტემები ჩვენთან კი არ ვიდახრო მწვრთნელები, ისეთ ეპოქაში მოხდნენ, შუქი არ იყო, წყალი არ იყო, განათლება არაფერი არ იყო.
და ეხლა აუზს დადიან სიგარეტს ეწევიან, ნუ გამორიცხული ეგეთ ტიპი რომ მე დავუშვა აუზს. ამიტომ ძალიან მჭირდება ეგ კულტურა. სპორტული განათლება ძალიან მჭირდება. და ამიტომ ესეთი გზებით ვაპირებთ შემოტანას, შემოვიწოვოთ. მე რაოდენიმე რო გაიზრდება უკვე წვრთნელებიც ადვილად დაგწოფდებიან საქართველოს გადმოსვლაზე და ნუ აი არ დაგიმალავთ რა ერთ-ერთი დიდი დაფინანსება ექნება განათლებას. წვრთნელების და მსაჯების. ბრავო, რა უნდა გითხრათ ახლა? აუ იცი. დულა შტაბ-ეშტილები. შეიძლება აი ვისარგებლებ მთელი გულით მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ გვერდში დგომისთვის. არ ვიცი რამდენად ეთიკურია, მაგრამ უნდა ვთქვა. მე რო ძალიან მჭირდებოდა ამ ფედერაციის ხელმძღვანელობის დროს ორჯერ ძალიან დამჭირდა დახმარება ტელევიზიების რა. ერთი იყო ლაშა დვალიშვილი უანგოროდ დამიდგა გვერდზე და წამოყვა და ყველგან თვითონ გააშუქა თამაშები და ინტერვიუები და ეხლა როდესაც ყველაზე პიკზე მივედით ეს არის თქვენი ტელევიზია ვინმანს დააფინანსა ტრანსლაციები ავსტრალიიდან ყველა თამაშის გაშუქების უფლება მოიპოვეთ პირდაპირ გეტყვით რომ ეს იყო ანუ როგორ შეიძლება ხალხმა გაიგოს ის რასაც მივაღწიეთ და ამ ბავშვებს აი როგორ გაუმართლოთ ჩვენ უფროსმა თაობა ეს ხართ თქვენ რომ ეს მიიტანოთ საზოგადოებასთან და ამისთვის დიდი მადლობა მთელი გულით დიდი მადლობა თქვენ აი დახმარებისთვის და ესე ოპერატიულად რომ მოხდა ამის ყველაფერი ტექნიკური საკითხების დაალაგება, ფინანსური საკითხების დაალაგება და იმედი მაქვს, რომ აი პირდაპირ ეთერში ბიჭებიც წყალბურთელებიც გაგვიმართლებენ ჩვენ დობებს. სანდრო უნდა გამოგიჟონ. მაშინ გიჭერთ იმაზე, რა ქვია, ეხა ეს მადლობა ახლა გითხარით, მაშინ ბარემ სანდრო თან ჩემ მეუღლესთან ცავია თან. ვიცაძე კი ბატონო და ჩემი სანდროს უნდა ვთხოვო რომ დაგვეხმარო სამ რეპორტაჟებში ახლა სადაც საიყვანა გაუძღვა ნუ ეს ძალიან ემოციური იყო იცით ახლა წარმოიდგინეთ აი რომ გადვავიდეთ ახლა ფეხბურთზე ფინალში თამაშობს ბარსელონა და რეალ მადრიდი წარმოიდგინეთ ახლა და არა პარიზ სენ-ჟერმენი და ორი სხვადასხვა ქვეყანა იყო და რეალ მადრიდი და აქ ესპანეთის დროშა აქ საფრანგეთის და ლაშა მსაჯი და მსაჯი შვაში საქართველოს დროშა აბა თქვენ ხართ საჯი ანუ ეს იმხელა ემოციური საკითხია ჩემი და ეხლა ხო ის აი მიმინოში რო არის ფილმში ისა მიზანდარიო და ეხლა გენერალი და ეს რო ხო ის აი ეს შევედი რა ტრიბუნები ვიპებში დამსვეს და ესე ვიჯექი რა რომ გამოაცხადეს ჯორჯია ალექსანდრ ბითაძე რაღაცა ცრემლები წაომივიდა თუ რამხელა სიხარულია რომ ამხელა მატჩის მთავარი დელეგატი არის სანდრო ბითაძე და სერბეთის და მე მგონი იტალიის თამაშის მსაჯი ევროპის ჩემპიონი ლევან ბერიშვილი კი ბატონო აი რა მაგარია ნუ არა ბუნებრივია ძალიან კარგი და ამ ნოტაზე დავამთავროთ მაშინ დღევანდელი გადაცემა ძალიან დიდი მადლობა ესეც საინტერესო საუბრისთვის და ხშირად მომძანდით აქ, იმიტომ რომ კარგი მოსაუბრეები ყოველთვის სასიამოვნოა, იმიტომ რომ გულსხმობთ და ჩვენს გვიადვილდება, თქვენ ლაპარაკობთ ჩვენ გისმენთ და გადაცემაც შედგა. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ყოფნა, დიდი პატივისცემით მე გულით გამოვხატ მადლობა თქვენს მიმართ, თქვენ კომპანიის მფლობელების მიმართ, ხელმძღვანელობის მიმართ, დარწმუნებული ვარ ძალიან ყველაზე კარგი სლოგანი გვაქვს ქართველებს რა. ძალა ერთობაშია. ანუ რაც შეეხება აი ყველა ძირითად სტრატეგიულ მიმართულებაში ჩვენ თუ ერთხარეს ვიქნებით, აი ძალიან დიდი მომავალი გვაქვს, გინდა სპორტში აიღე, გინდა ხელოვნებაში აიღე, არ ვიცი, აი ყველაფერში რა. მთავარია რომ აი მშვიდობა იყო, მშვიდობით ვიცხოვროთ, ერთმანეთს პატივისცეთ და არ დავკარგოთ ჩვენი ეს ტრადიციები და არ გადავიჭეროთ რაღაც ისეთ იმაში, რაც ჩვენ არ გვესმის რა და რა ვიცი, იმედი მაქვს, რომ ჩემი ხელმძღვანელობით ეს ფედერაცია წინ წავა, დაინერგება თანამედროვე სისტემები, ვცდილობ, რომ ეს სისტემები იყოს სწორედ დანერგილი და კადრებიც გვერდზე იყოს ამ სისტემებთან, რომ ესმოდეთ, რას ვიძახი და ეს როგორ უნდა განხორციელდეს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. გამოდელი გადაცემა ამით დამთავრებულია მომავალ შეხვედრამდე.